საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა 2013 წლის მერიის პროგრამების შესრულების ანგარიშიც მოისმინეს. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. განუხორციელებელი ამ დრომდე ბაგრატიონის ქუჩისა და ჟილინის არხის რეაბილიტაციის პროექტებია. კიდევ რა საკითხებზე იმსჯელეს დეპუტატებმა? თემაზე თამარ კიკნაძე მუშაობდა. 2013 წლის მერიის პროგრამების შესრულების ანგარიში საკრებულომ დამაკმაყოფილებლად ნაციონალური მოძრაობის გარეშე შეაფაზა. ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ დარბაზში არც ერთი მათგანი დაბრუნებულა. შენიშვნები მათ საკითხის კენჭისყრამდე გამოთქვეს. ჩვენ გვედავებოდნენ იმაზე, რომ 180 მილიონიდან მოგრჩებოდა ხოლმე 5-7 მილიონი და რაღაცა, იმიტომ რომ ბოლომდე სამუშაოს ვერ შევასრულებდით, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით 23 მილიონი ქონდა 2013 წელს ამ მთავრობას დასახარჯდა და 23 მილიონი და თუ არ ვცდები 10 მილიონი დახარჯა საერთოდ. სასაცილოა უბრალოდ სრულ უნარობასთან გვაქვს საქმე. 2011 წელს ბატონ გიორგი კიტაძეს მორჩა 40 მილიონი. განაკარგია მე შეფასებით ნაწილში ვთქვი, რომ მორჩა თანხები და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. სამსახურები სხვანაირ მუშაობის წესზე უნდა გადავიდნენ და შესაძლებელია 100% შესრულება თავისთავად ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა მივუახლოვდით იმ ზღვას, როდესაც დაახლოებით 96-97% მოხდება ამ ბიუჯეტის ათვისება. გასულ წელს ათვისებული თუ აუთვისებელი ბიუჯეტი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა შეაჯამა. ქალაქ ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტი შესრულდა 92,6% და ბიუჯეტის ფაქტურა შემოსულებმა შეადგინა 88,76,500 ლარი, ხოლო გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი შესრულდა 91,9% და შეადგინა 85,566,500 ლარი, რაც შეეხება აუთვისებლობას დაახლოებით 21 მილიონი ლარია. თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. განუხორციელებელი ამ დრომდე ბაგრატიონის ქუჩისა და ჟილინის არხის რეაბილიტაციის პროექტებია. ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა გადაკეთება პროექტის, იქ იყო შეთანხმება მოსახლეობასთან საჭირო, ეხლა სხვა პრობლემები გაჩნდა კიდევ და პრობლემა იყო მოსახლეობასთან ტერიტორიის დათმობასთან დაკავშირებით, ასევე იყო სადენები გადასატანი. ეს პრობლემების გადაწყდება ცოტა ხანში და გაგრძელდება. სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ შეეხნენ ბათუმის ბულვარის კვლავ მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნების საკითხს. გენადი თებიძემ შეურაცხმყოფელი უწოდა აჭარის ფინანსთა მინისტრის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას, როცა დავით ბალაძემ თვითმმართველობა უუნარო ორგანოდ მოიხსენია. დეპუტატებმა ხაზი უწყებებს შორის პატივისცემის აუცილებლობას გაუსვეს. დღევანდელ საკითხთან დაკავშირებით რისთვისაც მე ვიყავი წარმოდგენილი უკავშირდება და მიწის ნაკვეთების გადმოცემას. თავარი არის ჩვენთვის რომ ბულვარი იყოს ბათუმელებისთვის პირველ რიგში თვალწამტაცი და შემდეგ ჩამოსული სტუმრებისთვის უნდა იყოს ავიზიტო ბარათი. ეს არის მთავარი ამოცანა. ძალიან გთხოვთ რა ამ შეფასებებისგან მე თავს შევიკავებ. საუბარია ბათუმის ბულვარში 3100 კვადრატული მეტრის სასტუმრო ჰილტონისათვის გადაცემის საკითხზე. კომპანიამ ფართის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ ისტორიული რვაფეხა ხელუხლებელი დარჩება. რისთვის და რა პირობით გამოიყენებს ფართს სასტუმრო პროექტი ჯერ ცნობილი არ არის. მე როგორც მახსოვს, იყო საუბარი ნებისმიერ პიროვნებას თუ არ ექნებოდა დაუშვათ სასტუმრო ნომერთან წვდომა, შესაძლებელი ექნებოდა მიიღო ყველა ის სერვისი, რაც ამ ინფრასტრუქტურას და ამ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. გიორგი კირთაძემ ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმის წყლის საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან შესაძლო შეერთების საკითხზე პოზიციის კიდევ ერთხელ დაფიქსირება მოსთხოვა. ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ განმარტებას საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.